აფხაზეთის ხმა ანანა კვაჭანტირაძე. ბატონო ბიძინა, რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მდინარე ფსოუდან საქართველოს სიღრმეში რუსეთის ფედერაციამ 11 კილომეტრით ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოსწია. მიუნხენის კონფერენციაზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პრობლემა აფხაზეთთან და ოსეთთან და არა რუსეთთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს აქვს პრობლემა აფხაზეთთან და ოსეთთან თუ აქვს პრობლემა რუსეთთან? აფხაზეთის ხმა რადიო. ხო. ჩემი აზრით, ვინც კარგად წაიკითხეთ ღარიბაშვილის გამოსვლა, ის იყო აბსოლუტურად დაბალანსებული და ყველა საკითხზე ჰქონდა სწორი რეაქცია. შეიძლება ეს ცოტა ტექსტიდან ამოჭრილია, მსგავსი იმისა, როდესაც ბოგერიამ და რო ჩავედი ევროპაში მახსოვს ვიზიტი მქონდა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და ამისთვის კითხვა ევრაზიული კავშირში თუ საქართველოს დამოკიდებულება და მე უპასუხე მოკლედ. ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, ყურადღებით ვაკვირდებით და თუ სასარგებლო იქნება, რატომაც არა. ხო, თქვენი კითხვა ცოტა ისე ეხმაურება, რომ ირაკლი მხოლოდ ეს თქვა, რომ აფხაზეთთან გვაქვს პრობლემა საქართველოს და მე მგონი ესევე კონტექსტიდან ამოჭრილია, რომელიც მე ეს ამოიღეს ნაციონალებმა. ბოგერიებმა ეს გაანავითარეს ძალიან და სადაც არ ჩავედი ევროპაში, ყველა მეკითხებოდა, რომ აი თქვენ გინდათ საბაჟო კავშირში შესვლა რუსეთთან ერთად. რაც აბსოლუტურად იყო აბსურდული. ახლა ეს ირაკლის ესე არ უთქვას განაცხადა, რომ მარტო ეს პრობლემა გვაქვს და იქ ოკუპირებული ტერიტორიები იყო და გლობალური განცხადება გააკეთა და არავითარი საფუძველი იმის არ არსებობს, რომ მხოლოდ ეს დაინახა პრემიერ-მინისტრმა და მხოლოდ ამაზე გააკეთა აქცენტი. მე მგონი, რომ ეს მსგავსი ცდილობა იმისა, რაც ჩემს შემთხვევაში იყო, რომ აი ივანიშვილს სურს ევრაზია კავშირში შესვლა და აი თუნდაც ამდენხანს ცრუობდა. არა და სამი დღე ზედიზედ განცხადებებს ვაკეთებდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სტრატეგია არის ევროპა, ევროკავშირი და ესე შემდგომ ევროატლანტიკური სივრცე. როგორც კი ერთ კითხვაზე უპასუხე და არ გავიხსენე, რომ ჩვენი სტრატეგია არის ევროპა და თუ ევროპასთან ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ნებისმიერ გაერთიანებაში შევა, ეს არ ვთქვი, ევროპას კავშირთან წინააღმდეგობაში არ მოდის ნებისმიერ გაერთიანებას განიხილავს თუ სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყანა, ეს გადაატრიალეს ბოგერიებმა და მთელ ევროპას დაურიგეს, რომ აი აგერ ივანიშვილმა როგორც იქნა გამოამჟღავნა თავისი სურვილები, რომ არ სურს ევროპა და შედის ევრაზიულ კავშირში. ეხლა თქვენი კითხვა ესეთი ფართო პასუხი, იმიტომ გამეცი, რომ ჩემი აზრით არ არის ეს კორექტულად, რომ ღარიბაშვილმა მხოლოდ ამაზე გააკეთა და მხოლოდ ეს პრობლემა დახატა, რომ პრობლემა არის ჩვენი აფხაზებთან. მე არ ვიცი ახლა როგორ კონტექსტში და რა ქვეტექსტით ისარგებლა ირაკლიმ, როდესაც ეს ასე თუ თქვა, მაგრამ ზოგადად მან აბსოლუტურად დაბალანსებული განცხადება გააკეთა, სწორი პრობლემები სწორედ დახატა და ჩვენი სტრატეგიაც სწორედ გააშუქა. და თუ გნებავთ მაინც და მაინც მაგ ქვეტექსტში უფრო ადრეული შეცდომები, რაც ჩვენ დაუშვით სამოქალაქო ომში, როდესაც ჩავებმით და ეს ყველაზე დიდი სისულელე, რაც გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ, შეიძლება ეს იყოს სწორედ და ყველაზე დიდი უმცირებაც ეს გახლდათ. ხო, რაღაც პრობლემები არსებობდა, მაგრამ ეს არ არის ძირითადი ამ პრობლემის მოგვარების. ორ მეზობელს შორის არსებობს პრობლემა და ის გვარდება. ჩვენც გქონდა რაღაც განსხვავებული კითხვები, მაგრამ ირაკლის არ გაუკეთებია აქცენტი, რომ ეს არის ძირითადი და გადამწყვეტი. არასწორად ვსვათ კითხვას. ირაკლიმ დაბალანსებული განცხადება გააკეთა, პრობლემები არსებობს, ძირითადი პრობლემები ჩვენ კარგად ვიცით რაც არის და ის რომ თუ გნებავთ მე განვავითარებ ამას და გიპასუხებთ, რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რასაც ესე ამბობენ, არის რომ ჩვენ ხალხი უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან. მათ უნდა გაუჩინოთ სურვილი იმისა, რომ ჩვენთან თანაცხოვრება არის მათთვის უფრო უკეთესი ვიდრე პირიქით. აი ამ გზით უნდა შემოვერიგოთ ჩვენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი რაიმე ტიპის ძალაზე. აი ეს არის პასუხი. თუ გნებავთ და ირაკლი მეშვენივრად იცის და ნათქვამიც აქვს, მე მომისმენია მისგან. იმიტომ კი არა ჩემგან იცის, მასაც ეს დამოკიდებულება აქვს და ესე იმეორებს. და რატომ ესე დასვით კითხვა არ ვიცი, მე მგონი თქვენი პრობლემაა.